ქეთაც ის ხიშვის ქონდა და თავარ არის ჩატარებული ექსპერიმენტი. აი როგორ მარტივად იღება ნარკოტიკები. კახეთის გზატკეცილზე ავტონაწილების მაღაზიასთან. აი ამ კაცს ფული მისცეს და შემდეგ გზა გავაგრძელეთ. დაახლოებით 9 საათის შემდეგ ნარკოტიკი მოგვიტანეს. წავედით ფონიჭალაში დღეს. შევიძინეთ. სრულიად გამოუცდილ პირსაც მარტივად შეუძლიათ თბილისში ნარკოტიკის ყიდვა და ამ ყველაფერს პოლიციაც ხედავს. ქეთა 15 წუთში ნარკოტიკები იშოვა რა. ნარკოტიკი ყრია ყველგან და მართ ნარკოტიკებია. ერთი მხრივ ხო შემოდის. მეორე არის რომ მაგალითად ჩვენთან არის უბოქსინის პროგრამა. პრაქტიკიდან მინდა რომ მოყვა მართლა ადამიანი კოგნალობდა ერთ-ერთი ადამიანი და დააკავეს. დოკუმენტაციით გამოტანილი ქონდა ნარკოტიკი და მართლა სამკურნალოდ უნდოდა. მაგრამ გარეთ გადაადგილდებოდა ეს დოკუმენტაცია თან არ ქონდა და პოლიციელებმა ეს ბარიგები და რომელიც ადამიანებს კლავენ კი არა კავებენ. აი ეს ადამიანი დააკავეს და ამაზე უნდათ ეხლა ფულის გაკეთება. დაუწყეთ ეხლა წარმოება ადვოკატება და მითხრა რომ ეს დოკუმენტაცია არის უაი აქ და აქ დაწესებული სადაც ეს უბოქსინის პროგრამა არის. მივედი ახლა მე ველოდები რომ იქ ექიმები რაღაცა ძალიან ისე რაღაც კამერები არის ადამიანებს დაუშვათ უყურებენ ეს ნარკოტიკი გამოვა თუ არა გარეთ და რას უყურებ ახლა მე საერთოდ დოკუმენტაციას ველოდები რომ გამოვიტხოვე ერთ ადამიანი შემოვიდა ექიმა უჯრა გამოაღო ნარკოტიკი მისაც ავიდა იქ უნდა გიყურებდნენ ამ ნარკოტიკს რომ უნდა დალიო იმიტომ რომ არ მოხდეს უკანონოდ ბრუნვაში ყველა სტრუქტურა არის ჩართული